გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ 20 ნოემბრის ახალი თვარე, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ვინც დაინტერესებული ხართ, იცით ალბათ, რომ დღეს მერკურიც გადავიდა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, მზეც მორიელის ზოდიაქოშია და არის ასევე რეტრო მერკური. ასე რომ მნიშვნელოვანი პერიოდია და ნახოთ, რას მოგიტანთ ეს, ასე ვთქვათ, მოდი უახლოესი 2 კვირის პერიოდი. თქვენი სიგნიფიკატორი კარტი ამოვეღოთ იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ძალიან ემოციური ადამიანი, თქვენ გაქვთ განვითარებული ინტუიცია, ქალბატონები, ვინც ბრძანდებით და ვინც მატებნებთ თვალყურს, გაქვთ ულამაზესი ფორმები, ქალური, ასევე თქვენ ცოტა როგორი ადამიანი ხართ, ან თქვენი სიგნიფიკატორი არის ისეთი, რომ თქვენს გარშემო იქმნით სიმყუდროვეს. თქვენს ირგვლივ არის მხოლოდ ის ხალხი, ვისაც თქვენ ენდობით და ვინც, ასე ვთქვათ, იმსახურებს თქვენს მზრუნველობას და სიყვარულს. დაახლოებით ასეთია თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, ვინც ამოიცანით საკუთარი თავი, განაგრძეთ ნახვა, ვინც სრულიად სხვა ადამიანი ხართ, რასაკვირველია, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. მამაკაცებმა მიასადაგეთ რაღაცნაირად თქვენს, ასე ვთქვათ, თქვენს პიროვნებას. მამაკაცების შემთხვევაში, მოდი ვიტყვი ორ სიტყვას, ასე ვთქვათ, მამაკაცების შემთხვევაში თქვენ ხართ მგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცის, ვინ დგას მის წინ, ანუ სხვა ადამიანში ადვილად ხვდებით ზრახვებს, მისწრაფებებს და ასე შემდეგ. არ ხართ აგრესიული, თუმცა თუ ვინმე შეეხება თქვენს საკუთრებას, მაშინ რა თქმა უნდა ხდებით არაადეკვატური. დაახლოებით ასეთია მამაკაცებისთვის. კარგით, რას მოგიტანთ ეს 2 კვირა? ასე ვთქვათ, 20 ნოემბრის ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. რა მოაქვს თქვენთვის ამ პერიოდს? ემოციები მოაქვს, ოღონდ სასიამოვნო ემოციები ძვირფასებო. ღმერთო ჩემო, რა სილამაზე. გაჩვენებთ ახლავე, რა მოაქვს თქვენთვის? ეს ორივე არის თასების მასტი, ასე ვთქვათ, თასების რაინდი და თასების დედოფალი. ზუსტად შეეფერება ამ პერიოდს, რადგან წყლის ნიშანში მორიელშია, თითქმის არა, მაგრამ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, პლანეტა და მნიშვნელოვანი მოვლენები დღეს ხდება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. წყალი მოგეხსენებათ მორიელის სტიქია, ესე იგი თქვენთვის მოაქვს ამ პერიოდს სასიამოვნო თავგადასავალი, სასიამოვნო განცდები, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. კიდევ რა მოაქვს თქვენთვის ამ პერიოდს? ესე იგი თქვენ ძვირფასებო, უმნიშვნელოვანესი პერიოდი დაგიდგათ, ასე ვთქვათ, რაიმე საქმე თუ არის, რაც უნდა გადაწყდეს, გადაწყდება სათქვენოდ. თუ თქვენ პასუხისმგებლობა გაქვთ გუნდზე, მაგალითად ხალხზე, რაღაც საქმეზე, კარგად გაუძღვებით ამ თქვენს პასუხისმგებლობას და გამოიწვევთ აღფრთოვანებას. ძალა იქნება თქვენს მხარეს, თქვენი სიტყვა იქნება დაფასებული და თქვენ, ასე ვთქვათ, ამ პერიოდში ხართ ლიდერი და ხართ არენაზე, როგორც თავარი მოთამაშე, ასე ვთქვათ. კიდევ რა
დგელით უახლოესი კვირის განმავლობაში. მოქმედებები, ეს არის მოქმედება, აქტიურობა, გადაადგილება, გზავრობა, ფინანსები, ეს ყველაფერი შესაძლებელი იყოს ფინანსებთან დაკავშირებული. დიდი ალბათობით ფინანსებთან დაკავშირებით, ან რაიმე დავა თუა დავუშვათ სასამართლოში, ან რაღაც პროცესი მიმდინარეობს, სადაც თქვენ გეკუთვნით სარგებელი ფინანსები, თქვენ ამას მიიღებთ. ესე იგი, თქვენი პრინციპულობის წყალობით, იმის წყალობით, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკუთარ საზღვრებს კარგად იცავს, ესეთი ადამიანი ბრძანდებით, ამის წყალობით თქვენ აღწევთ წარმატებას. თქვენ შესაძლებელია, ასე ვთქვათ, შემოგივიდეთ რაღაც საკმაოდ სოლიდური თანხა, ან თუ უკვე გაქვთ ბიზნესი, თქვენი ბიზნესი შემოიტანს სარგებელს, ან დაუშვათ თუ გსურთ სამსახურის დაწყება და ელოდებით თქვენთვის შესაფერი სამსახურს, აუცილებლად გამოჩნდება ამ პერიოდში მაღალ ანაზღაურებადი სამსახური თქვენთვის. რადგან თქვენ არ თანხმდებით თქვენთვის, ასე ვთქვათ, შეუფერებელ სამსახურებს ამ არკანების მიხედვით. კარგით, კიდევ რა მოდის თქვენთან? ეს არის ფორტუნა, ძვირფასებო. ეს არის იღბალი, თქვენთან მოდის იღბალი, თქვენთან მოდის წარმატება. ვერ დაგანახებთ, დიახ, რაღაც წამიერად კი დაგანახეთ, მაგრამ ეხლა დავაკვირდი, რომ მანდილოსნები ტალსაცმლის გარეშე ამ არკანზე. ანუ აქ თავარი გზავნილი არის ფინანსები, ძვირფასებო. ფინანსებს აფრქვევენ, ასე ვთქვათ, საყვირიდან. ესე იგი, თქვენთან მოდის ფინანსები, მოფრინავს ფინანსები, შეიძლება ითქვას, აი აქ ბორბალს ფრთები აქვს გამოსხმული და უახლოეს პერიოდში თქვენთან მოდის დიდი ფული. ასე ვთქვათ, თქვენი ტრების ჩინაზე, თქვენ მიაღწევთ უდიდეს წარმატებას, შეიძლება ასე ითქვას, აი ამ არკანის მიხედვით. კიდევ რა მოდის თქვენთან? ხლოვაჯერფასება. ესე იგი, სრულდება პერიოდი, როდესაც თქვენ რაღაც სიცარიელე ქონდათ გულში სტაგნაციის გამო, როდესაც არ იყო ის ქმედებები, რაც თქვენ გსურდათ რომ ყოფილიყო და ამის ნაცვლად იყო შეიძლება ითქვას დეპრესია, ნოსტალგია, მონატრება. ამ ყველაფერს ცვლის მოქმედება და ეს მოქმედება მოიტანა თქვენმა მოთმინების უნარმა, თქვენმა, ასე ვთქვათ, თქვენმა ნებისყოფამ შეიძლება ითქვას. დასრულდა რაღაც, ან სრულდება იმისათვის, რომ თქვენ აიხდინოთ ოცნება, იმისათვის, რომ თქვენ მოგილოცონ გამარჯვება. და ძირითადად ეს ყველაფერი ფინანსებს ეხება, ძვირფასებო, ფინანსების ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი. რაღაც არის თქვენ რითიც უკმაყოფილო ხართ თითქოს, თუმცა ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად შეცვლის გზა, სადაც მოგეცემათ არჩევანი, თქვენ უნდა გამოფხიზლდეთ, ძვირფასებო, უნდა გამოფხიზლდეთ, რათა გადაშალოთ ახალი თავი თქვენ ცხოვრებაში, ახალი ფურცელი. ამისათვის არ არის საჭირო რისკი, ამისათვის საჭირო არის უბრალოდ ნაბიჯის გადადგმა. დიახ, ორიანით ასე ამოგებიდათ.
ეს არის ძალიან სასიამოვნო პერიოდი თქვენთვის. გისურვებთ